მოდი ავთანდილისა და როსტევანის ურთიერთობაზე ვისაუბროთ. როდესაც როსტევანი თინათინს გაამეფებს, ამ წამიდან მოყოლებული უნიშნულოვანესი ხდება როსტევანისა და ავთანდილის ურთიერთობა. პოემის განმავლობაში ჩვენ არაერთგან ხვდებით როსტევანის ძალიან თბილ დამოკიდებულებას ავთანდილის მიმართ. იგი ხშირად აღნიშნავს, რომ ავთანდილი მისი აღზრდილია. თუმცა არის კი როსტევანი მზად ავთანდილს არაბეთის ტახტი დაუთმოს, ანუ ცოლად შეერთოს თინათინი. ამასთან დაკავშირებით ვეფხისტყაოსანში ერთი ძალიან საინტერესო ადგილი არსებობს. როდესაც თინათინის გამეფებისადმი მიძღვნილ ნადიმზე როსტევანი მოიწყენს, მასთან ავთანდილი და როსტევანის მთავარი ვეზირი სოგრატი მივლენ და მოწყენის მიზეზს შეეკითხებიან. მეფე პასუხობს, რომ მისი მოწყენის მიზეზი არის ის, რომ მის სამეფოში ჯერჯერობით არ აღმოჩნდა კაცი, რომელიც გამოავლენდა სამამაცო ზნეს. სამამაცო ზნე ამ შემთხვევაში პირდაპირ მნიშვნელობით ომის ხელოვნებას ნიშნავს. ანუ როსტევანის სიტყვები ჩვენ დაახლოებით ასე უნდა გვესმოდეს, რომ თინათინს სჭირდება ქმრად ისეთი ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებას. როგორც კი როსტევანი ამ სიტყვებს ამბობს, იმ წუთშივე ავთანდილი იჩენს ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ მან დაამტკიცოს თავისი სამამაცო ზნე, ანუ ნადირობაში იწვევს როსტევანს. ეს არის ერთადერთი გზა ავთანდილისთვის, რომ მან თავისი სამხედრო ძალა გამოავლინოს. როგორ ფიქრობთ, რომ არა ტარიელის გამოჩენა? სამეფოში დაბრუნებული როსტევანი მზად იქნებოდა სამამაცო ზნე გამოვლენილი ავთანდილისათვის სამეფო ტახტი დაეთმო. მიეთხოვებინა მისთვის თინათინი და ავთანდილი არაბეთის მეფედ დაესვა. დამიწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და გვერდის გამოწერა. მოდი ავთანდილისა და როსტევანის ურთიერთობაზე ვისაუბროთ. როდესაც როსტევანი თინათინს გაამეფებს, ამ წამიდან მოყოლებული უნიშნულოვანესი ხდება როსტევანისა და ავთანდილის ურთიერთობა. პოემის განმავლობაში ჩვენ არაერთგან ხვდებით როსტევანის ძალიან თბილ დამოკიდებულებას ავთანდილის მიმართ. იგი ხშირად აღნიშნავს, რომ ავთანდილი მისი აღზრდილია. თუმცა არის კი როსტევანი მზად ავთანდილს არაბეთის ტახტი დაუთმოს, ანუ ცოლად შეერთოს თინათინი. ამასთან დაკავშირებით ვეფხისტყაოსანში ერთი ძალიან საინტერესო ადგილი არსებობს. როდესაც თინათინის გამეფებისადმი მიძღვნილ ნადიმზე როსტევანი მოიწყენს, მასთან ავთანდილი და როსტევანის მთავარი ვეზირი სოგრატი მივლენ და მოწყენის მიზეზს შეეკითხებიან. მეფე პასუხობს, რომ მისი მოწყენის მიზეზი არის ის, რომ მის სამეფოში ჯერჯერობით არ აღმოჩნდა კაცი, რომელიც გამოავლენდა სამამაცო ზნეს. სამამაცო ზნე ამ შემთხვევაში პირდაპირ მნიშვნელობით ომის ხელოვნებას ნიშნავს. ანუ როსტევანის სიტყვები ჩვენ დაახლოებით ასე უნდა გვესმოდეს, რომ თინათინს სჭირდება ქმრად ისეთი ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებას. როგორც კი როსტევანი ამ სიტყვებს ამბობს, იმ წუთშივე ავთანდილი